დაძაბულობა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის კიდევ უფრო მძაფრდება. მძღოლების დაბლოკვის შემდგომ სკანდალში ახლა რკინიგზა ეხება. აზერბაიჯანული მედია წერს, რომ საქართველოს რკინიგზა გადაზიდვის მაღალი ტარიფებით აზერბაიჯანული საწვავის სომხეთში მიწოდების პერსპექტივას ხელს უშლის. ბაქოში უკვე აღარ მალავენ, რომ საქართველოს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დესტრუქციას ცდილობს. რა შეიძლება იდგეს ამ ყველაფრის უკან და რას წერს აზერბაიჯანული სამთავრობო მედია? დეტალებით თამარ დემეტრაშვილი გვერდდება პირდაპირ ეთერში. თამარ, გისმენთ. თბილისი ბაქოს მოთმინებას ცდის. სწორედ ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას კიდევ ერთი აზერბაიჯანული გამოცემა. ირკვევა, რომ საბაჟო საზღვარზე მძღოლებისთვის შექმნილი ბარიერების შემდეგ ახალმა გაუგებრობამ მიჩინა თავი ამჯერად რკინიგზაზე. ორმხრივი დიალოგის ფარგლებში აზერბაიჯანი და სომხეთი განიხილავენ სომხეთისთვის საწვავის მიწოდების შესაძლებლობას, თუმცა ორ ქვეყანას შორის რკინიგზის არარსებობის გამო ტვირთმა საქართველოს რკინიგზის საშუალებით უნდა გაიაროს. ირკვევა, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ საქართველოს რკინიგზას უკვე მიმართა ტვირთის გატარების ტარიფთან დაკავშირებით, თუმცა ისეთი ტარიფი მიიღო, რომ აზერბაიჯანული მხარე ამ სტატიის თანახმად გაოგნებულია. გამოცემის ინფორმაციით შეთავაზებული ტარიფი საქართველოს შიდა გადაზიდვის ტარიფზე 20-ჯერ ძვირია. სტატიაში აზერბაიჯანული მხარე საქართველოს ახსენებს ახლო წარსულს და იმ მხარდაჭერას, რაც ქვეყნის კრიტიკულ მომენტში აზერბაიჯანისგან მიიღო და ეს გამოთქვამენ, რომ ქართული მხარე პოლიტიკურ გადაწყვეტილებებით ხელმძღვანელობს და ცდილობს ხელი შეუშალოს რეგიონში მშვიდობიან ეკონომიკურ განვითარებას. დღეს საქართველო ფაქტობრივად ეწინააღმდეგება რეგიონში მშვიდობის მყარი არქიტექტურის ჩამოყალიბებას და ურთიერთსასარგებლო ეკონომიკურ კავშირებს. იმ დროს, როცა სამხრეთ კავკასია იღებს უნიკალურ შანსს მრავალწლიანი კონფლიქტების ლოგიკიდან განვითარების ლოგიკაზე გადავიდეს, თბილისის ქცევა აფერხებს ამ შანსის გამოყენებას. რთულია ამ პოლიტიკას სხვა სახელი დაარქვა. ის არა მხოლოდ ძირს უთხრის რეგიონული დარეგულირების დინამიკას, არამედ დემონსტრაციულად უარს ამბობს მონაწილეობა მიიღოს ერთობლივი კეთილდღეობის სივრცის შექმნაში. თბილისმა უნდა გააცნობიეროს დაუსაბუთებელი ბარიერების პოლიტიკა გარდაულად გამოიწვევს საპასუხო გადაწყვეტილებებს. რა ხდება საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის? რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანული მედია აქტიურად წერდა მძღოლების შეფერხებაზე, ახლა ამას უკვე რკინიგზის პრობლემაც დაემატა. ერთი ვერსიით ეს შესაძლოა აზერბაიჯანის მხრიდან საქართველოზე ზეწოლის მცდელობა იყოს ქართული ოცნების პოლიტიკით, ახლა საქართველოს რეგიონში სუსტი მოთამაშეა. სიუნიკის დერეფნის ამუშავებით კი გადაზიდვებზე ბუნებრივად შექმნილი მონოპოლიასაც დაკარგავს საქართველო. ეს კი აზერბაიჯანს მოქმედების მეტთავისუფლებას აძლევს. თუმცა არის მეორე საკითხით, საქართველოს რკინიგზაზე ხელოვნური სატარიფო ბარიერები. ახალი თემა არ არის და შუამავლების არსებობა ამ სეგმენტში ყოველთვის პრობლემური საკითხი იყო. ამას ემატება ის, რომ სომხეთი ამ დრომდე რუსული საწვავით მარაგდება როსნეფტისა და ლუკოილის მიერ, სწორედ საქართველოს რკინიგზის საშუალებით. მთლიანი სომხეთის ბაზარი ორ რუსულ კომპანიას ჰქონდა გადანაწილებული და ამ მონოპოლიაში მათ ხელს უწყობდა საქართველოს რკინიგზა. სწორედ ამ ხელოვნური ბარიერები და ხელოვნურად გაზრდილი ტარიფებით. ანუ რეალურად დღეს სომხეთის მიმართულებით ავტოპროდუქტები გადაიზიდება სულ რაღაც $33. $93 ის რაც შესთავაზეს აზერბაიჯანულ მხარეს არის ტარიფი, რომელიც არაკონკურენტულია და უბრალოდ არ აძლევს კომპანიებს საშუალებას გადაზიდონ ტვირთი. ერთადერთი გამოსავალი არსებობს ამ ჩიხური მდგომარეობიდან. ეს მონოპოლიები ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. შვილობილი კომპანიები საქართველოს რკინიგზაში, რომელიც არაფერს არ ემსახურება გარდა დამატებითი ხარჯისა, გარდა შუამავალი კომპანიების არსებობისა და კორუფციული და მონოპოლიური სქემების რეალიზებისა, უნდა გაუქმდეს ყველა შვილობილი კომპანია, მათ შორის შუამავალი კომპანიები და საქართველოს რკინიგზამ დაიბრუნოს თავის ძირითადი ფუნქცია, მოემსახუროს ტვირთმფლობელებს ჯანსაღი კონკურენციის პირობებში. არის კიდევ ერთი საინტერესო ნიუანსი დეტალი. 2026 წელს ვადაგაზდის ხელშეკრულებას, რომლითაც საქართველო აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის ნაწილს შეღავათიანი ტარიფით იღებს. ვის შეიძლება აწყობდეს ამ ფონზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაუარესება? თუკი აზერბაიჯანი ისე განაწყენდება, რომ გაზის ტარიფს გადახედავს და ხელშეკრულებას იგივე პირობებით აღარ გააგრძელებს, რითი მოახდენს მაშინ საქართველო ამ გაზის კომპენსაციას? ერთადერთი ალტერნატივა რუსეთია, რომელსაც ბუნებრივი აირის გასაღების ბაზარი უკიდურესად შეეზღუდა და რატომაც არა საქართველო. ბოლო წლებში რუსეთის გაზის წილი ქართულ მოხმარებაში ისედაც საკმაოდ გაზრდილია.